წარმოგიდგენთ ჩვენს სტუმრებს, კლინიკა ინვიტროს დამფუძნებლებს, ექიმ რეპროდუქტოლოგებს, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი ბატონი გია ცაგარეიშვილი და მედიცინის დოქტორი ქალბატონი ნატალია ხონელიძე. დილამშვიდობისა მოგესალმებით ჩვენს მაყურებელს. კიდევ ერთხელ შევახსენებ, შეგიძლიათ დაგვირეკოთ პირდაპირ ეთერში ნომერზე 201111 და შემდეგ 4-იანით გადმოერთოთ დილის გადაცემაში და პირდაპირ ეთერში დასვათ კითხვა ჩვენს სტუმართან. ჩვენ უკვე არაერთხელ ვახსენეთ დღეს, რომ პირველი ოპერაცია ინვიტრო განაყოფიერების ჩატარდა 11 წლის წინ. მაშინ ეს ალბათ იყო ძალიან დიდი სიახლე საზოგადოებისთვის და ალბათ იყო განხილვის საგანი. ამ 11 წლის განმავლობაში როგორ შეიცვალა ეს სიტუაცია და უშუალოდ საზოგადოების დამოკიდებულება ამ მეთოდის მიმართ? და ეს 11 წლის ბავშვი ძალიან კარგად გრძნობს თავს და ძალიან მშვენივრად არის. კი, ძალიან კარგად გრძნობს თავს ნამდვილად და თავიანთ მშობლებს მეორე ბავშვიც ასევე ინვიტრო განაყოფიერებით აყავთ დაბადებული და მესამე ბავშვი გაუჩნდათ თავიანთი მეთოდით, ასე ვთქვათ. ძალიან დიდი გზა გავიარეთ ამ 11 წლის განმავლობაში, 11 წლის არა, დაჟე 12-13 წლის განმავლობაში დავიწყეთ მუშაობას სადღაც 98 წლიდან და ეს იყო პირველი განყოფილება ჟორდანიის ინსტიტუტში, არა მარტო თბილისში და საქართველოში, არამედ ამიერკავკასიაშიც. და პირველი ბავშვიც სწორედ ამიერკავკასიაში გაჩნდა საქართველოში. ნუ დაგვიგროვდა ძალიან ბევრი ცოდნა, ძალიან ბევრი პრაქტიკული გამოცდილება ამ დროის განმავლობაში და მოგმართავდა, მინდა გითხრათ, რომ პირველი წლების განმავლობაში ვერ დავიკვეხნით, რომ ბევრი პაციენტი მოგმართავდა, იმიტომ რომ ძალიან რთული იყო ამ ყველაფერთან შეგუება, თუნდაც უშუალოდ წყვილების მხრიდან, იმიტომ რომ ჯერთი თავიდან ალბათ ვერც გააცნობიერეს რა იყო ეს და ალბათ ძალიან ცუდად ხვდებოდათ ყურშინ ხელოვნური განაყოფიერება. 10 წლის მანძილზე 3000 ბავშვი მე მგონი ცოტაა. გეტყვით, რა მიზეზია ეს? გავმიჩნოთ ახლა ძალიან რთული იყო შეგუება ამ მეთოდთან, არა მარტო საზოგადოების მხრიდან, არამედ ჩვენი მხრიდან და ჩვენი კოლეგების მხრიდან. მანამ სანამ ჩვენ მედიის საშუალებით, ტელევიზიის საშუალებით ყველაფერი ადამიანებს მივაწოდეთ ძალიან სრულად, ძალიან სრულფასოვნად, რა არის ეს მეთოდი, რომ აქ გასაკვირი და არაბუნებრივი არაფერია, რომ ეს არის აბსოლუტურად მეთოდი, ჯანსაღი მეთოდი, რომლითაც იბადება დედის და მამის გენეტიკური შვილი, ამას დაჭირდა ძალიან დიდი დრო. ამიტომ მომართვიანობა ბუნებრივია, პირველ წლებში იყო ძალიან ცოტა. ბატონო გია, მოდით აქვე გამიჯნოთ, იმიტომ რომ რამდენადაც მე ვიცი, ძალიან ხშირად ერევათ ხოლმე ეს მეთოდი იგივე სუროგაციასა და დონაციაში. მოდით პირდაპირ აი ესეთ ჩვეულებრივ არასამედიცინო ადამიანურ ენაზე აუხსნათ მაყურებელს კონკრეტულად ინვიტრო განაყოფიერება რას გულისხმობს? დიდი მადლობა პირველ რიგში მოწვევისთვის. და რაც თავარია პირველი და მთავარი რისთვისაც ეს მეთოდი იქნა შექმნილი. ეს არის იმისთვის, რომ ცოლს და ქმარს ყავდეთ თავიანთი გენეტიკური ყოველგვარი დონაციების და ყოველგვარი სუროგაციების გარეშე. ეს არის შემდგომი ეტაპები უკვე განვითარების, როცა უკვე იქ შესაძლებელი გახდა დონაციის და სუროგაციის ჩატარება, მაგრამ ძირი და არსი ამ მეთოდის იყო იმისთვის, რომ ცოლს და ქმარს, რომლებიც 10 წელი და 15 წელი ერთად ცხოვრობენ და შვილი არ ყავთ, რომ მათ ყოლდათ თავისი გენეტიკური შვილი. საინტერესო ასევე რა პროცესს გადის ცოლი და ქმარი იქამდე სანამ მოხდება უშუალოდ ჩასახვა. რამდენად გრძელვადიანია ეს პროცედურები და საერთოდ ამისი ეშინიათ ხოლმე ძალიან ხშირად, რომ ეს არის წვალებასთან დაკავშირებული, საჭიროა ძალიან ბევრი გამოკვლევა. ამაზეც გავცეთ ჩვენს მაყურებელს პასუხი. ჩართული კითხვა წეგან მაყურებელმა დარეკა და გაითიშა სამწუხაროდ ძალიან აინტერესებდა ასაკობრივი ზღვარი. ანუ მაქსიმალური ასაკობრივი ზღვარი ქალისთვის და მამაკაცისთვის როგორია, როდის შეუძლიათ მოგმართვა? რეალურად მომართვა შეუძლიათ, როცა უნდათ მაშინ. აუხსნით რა თქმა უნდა სიტუაციას და იმის მიხედვით თვითონ უნდა გადაწყვიტონ, მაგრამ თუ უნდათ რომ შედეგი მიიღონ, აუცილებლად პაციენტი უნდა იყოს რეპროდუქციული ასაკის და არა ზედა ზღვარზე. ნუ 39 წლამდე რა თქმა უნდა პროცენტი შედარებით მაღალი და მისაღებია 39 წლის ზემოთ რეკომენდებულიც არ არის 41-ის მერე განსაკუთრებით რეკომენდებულიც არ არის რომ პაციენტმა სტიმულაცია ჩაიტაროს ანუ ის პროცესი რაც მერე ინვიტრო განაყოფიერებით ვთქვათ რომ მათ შეუძლიათ ეგრეთ წოდებული გაყინვის მეთოდი გამოიყენონ რამდენადაც ვიცი როგორც სპერმის ასევე კვერცხუჯრედის ეს მეთოდიც მოქმედებს ჩვენთან კი, რა თქმა უნდა, ჩვენთან მინდა გითხრათ, რომ არის ყველა მეთოდი, რაც არსებობს საერთოდ მსოფლიოს ყველაზე განვითარებულ ქვეყანაში. ნუ ერთადერთი, რაც არ არის ჩვენთან საქართველოში დანერგილი და ეს აუცილებლად ჩვენ უკვე ყველანაირად ვცდილობთ, რომ ეს მეთოდი დაინერგოს და უკვე დავიწყეთ მუშაობა ამის შესახებ, ეს არის პრეიმპლანტაციური დიაგნოსტიკა, ამის შესახებ მოგახსენებთ ცოტა მოგვიანებით. მოდით, მანამდე მაყურებელს მოусმინოთ, რომელიც გვირეკავს პირდაპირ ეთერში დილამშვიდობისა თქვენი შეკითხვა გისმენთ. დილამშვიდობისა.
მოგესალმებით. ერთი შეკითხვა მაქვს ჩემადამ, რომელმაც შარშან გაიკეთა უკრაინაში ეს ინვიტრო განაყოფიერება და თავიდან ძალიან კარგად წარიმართა ეს პროცესი, დაიწყო ნაყოფმა განვითარება, მაგრამ სადღაც 4 კვირის შემდეგ შეწყდა ეს განვითარების პროცესი და ორ ფეხბურთიმობაც რა თქმა უნდა. და რა თქმა უნდა უკრაინაში წასვლა ხარჯია უფრო მეტი და გვაინტერესებს აქ რამდენ საძლევს გარანტიას რომ ეს ფსიქოლოგიური პრობლემებთანაც არის დაკავშირებული რა თქმა უნდა რომ არ წარმატებით რომ არ განხორციელდა და დაახლოებით მაინც რამდენ პროცენტს აძლევთ გარანტიას. დიდი მადლობა, ძალიან აქტუალური შეკითხვაა, მე ვფიქრობ, იმიტომ რომ საზღვარგარეთ წასვლა მართალი შეკითხვაა და სოლი შეკითხვაა, იმიტომ რომ ძალიან ბევრ პაციენტებს რატომღაც უბიძგებენ რომ წავიდეს უკრაინაში, წავიდეს უცხოეთში, არა აქვს მნიშვნელობა, თურქეთში თუნდაც, რომ იქ ჩაიტაროს ინვიტრო განაყოფიერება. ის სერვისი, რომელიც საქართველოში კეთდება, აბსოლუტურად თუ უკეთესი არაფერთ არ ჩამოვარდება იმ სერვისებს, რაც ისინი იღებენ თურქეთში და უკრაინაში და ინდოეთშიც კი მიყავთ და რა თქმა უნდა უჯდებათ ის ფასი, რა ფასათაც ჩვენთან გაიკეთებდა 4ჯერ და 5ჯერ, ანუ გაიზრდებოდა შანსი და ორსულების და შვილის სკოლის 4ჯერ და 5ჯერ. ეს ალბათ გარანტიაზე იკითხა ქალბატონმა და გარანტიები, იცით, კომერციული ფანდების საშუალებით წერენ სხვადასხვა პროცენტებს კლინიკები, იმისთვის რომ მიიზიდოს პაციენტი. შეუძლიათ იქ ყველა სწორია ამ დროს, სიმართლეა სულ ყველა. ემბრიოლოგიურ ნაწილში როგორც კი მიიღებ, თქვათ, განაყოფიერებულ ემბრიონს და გადაიტან საშვილოსნოს ღრუში, ამასაც მიიჩნევენ გარკვეულ პროცენტად. შემდეგ თქვათ, ბიოქიმიური ორსულობა, ანუ როდესაც ქორიონალური გონადოტროპინის ანუ ტესტი იქნება დადებითი, თვლიან რომ ორსულობა მიიღეს. მერე რა ხდება, ის არ აინტერესებს. აქედან გამომდინარე ამბობენ, რომ ჩვენ გვაქვს 70%, 75% და პაციენტს რეალურად აინტერესებს ბავშვის სახლში წაყვანა. Baby home index, ეს არის ამერიკელების ინდექსი. ეს ინდექსი არც ერთმა კლინიკამ ტყუილა არ დაიგვეხნოს, არ აღემატება 45%, 40-45%. ეს არის ყველანაირი ასაკობრივი ჯგუფის და იმის საერთო შეჯამების შედეგად მიღებული პროცენტი. თქვენს კლინიკასთან, კლინიკა ინვიტროსთან დაკავშირებით ერთ-ერთ სტატიაში ამოვიკითხე, რომ საქართველოში და საერთოდ მსოფლიოში ზოგადად მამაკაცის უნაყოფობის პრობლემა თითქმის არის გადაჭრილი. ეს რამდენად შეესაბამება სიმართლეს? კი, აბსოლუტურად. მოდი დავიწყოთ იმით, რომ მამაკაცების უშვილობის პრობლემა ძალიან წინა პლანზეა წამოსული. ეს რა თქმა უნდა დაკავშირებულია სოციალურ პირობებთან, ეს დაკავშირებულია სქესობრივი გზით გადამდებარე დაავადებებთან და ამიტომ რა თქმა უნდა მოჭარბდა მამაკაცის უშვილობა და რამდენადმე გადააჭარბა კიდეც ქალის უშვილობას და შესაბამისადაც მოგმართავენ ძალიან ბევრი პაციენტები, ანუ უშვილო წყვილები ზუსტად მამაკაცის პრობლემით. აბსოლუტურად გადაჭრილია, რა თქმა უნდა 100%-ით ვერ ვიტყვი, მაგრამ თითქმის გადაჭრილია. იმდენად, რამდენადაც არსებობს ინვიტრო განაყოფიერებაში X-ის მეთოდი, ეს არის ის მომენტი, როდესაც სპერმაში არ არის სპერმატოზოიდების საკმარისი, ანუ ის რაოდენობა, რომ ბუნებრივი გზით მოხდეს განაყოფიერების პროცესი. ამ შემთხვევაში გამოიყენება ინტრაციტოპლაზმური სპერმის ინექცია, მოკლედ ეს არის უშუალოდ სპეციალური მოწყობილობის საშუალებით სპერმატოზოიდი მოთავსდება კვერცხუჯედის ციტოპლაზმაში და ხელოვნური გზით მოხდება განაყოფიერება და უკაცრავად განაყოფიერების პროცესი ამ შემთხვევაში 80-90%-ს აღწევს. ანუ თქვენ თვითონაც ნათლად გესმით, რომ აბსოლუტურად თითქმის გადაჭრილია მამაკაცის პრობლემა. ყველაზე სასიამოვნო შედეგი ალბათ ამ ყველა სამედიცინო ჩარევის არის ის, რომ საბოლოო ჯამში იბადება ბავშვი. ჩვენ გვაქვს საშუალება ვნახოთ იმ ბავშვების ფოტოები, რომლებიც სწორედ ასეთი მეთოდით გაჩნდნენ. სანამ ამ ყველაფრით დავტკბებით, მოусმინოთ კიდევ ერთ მაყურებელს, რომელიც გვირეკავს შეკითხვით, დილამშვიდობისა გისმენთ. გამარჯობათ. გისმენთ, თუ შეიძლება მოკლედ. მე პირადად ექიმებთან მაქვს შეკითხვა. მე მაქვს ვარ უშვილო წყვილი, ჩემი მეუღლეს გაკეთებული აქვს ანალიზი. მე მაქვს მიომური საშვილოსნო. ორჯერ მაქვს გაკეთებული უსისხლო ოპერაცია და გამოკვლევები მაქვს ჩატარებული გამტარიანობაზეც ვაგინალურად. არ მეუბნებიან ახლა ექიმები არ გეყოლებაო და რამდენად გაამართლებს თქვათ ახლა ეგრო ჩავიტარო და აი დაახლოებით რა დაგვიჯდება ფასები რომ ვიცოდეთ მაინც წინასწარ. დიდი მადლობა შეკითხვისთვის. საინტერესო შეკითხვაა. თავარია რომ ის ოპერაციები რომელიც ჩატარებული აქვს მას თავისი რეზულტატი მოეტანა და ანუ სწორად ყოფილიყო შესრულებული ოპერაცია და დიდი მნიშვნელობა აქვს დროს რა პერიოდი გავიდა ამ ოპერაციებიდან. თუ პაციენტის ასაკი მას არ უთქვამს თავისი ასაკი არის მიღწეული უკვე 35 წელს გადაჭარბებული, რა თქმა უნდა
უნდა რაც შეიძლება სწრაფად მიმართოს ისეთ მეთოდს, რომელიც შედარებით მაღალ ეფექტურია და ეს არის სწორედ in vitro განაყოფიერება, იმიტომ რომ ქალი ლიმიტირებულია ასაკის მიხედვით და აღნიშნული პაციენტი თუ არის საიტნოტში, ასე ვთქვათ, მან სასწრაფოდ უნდა გაიგეთოს in vitro განაყოფიერება თუ არა და ის მეთოდები, რასაც ის მიმართავს მილების გამოვლობას და ასე ვთქვათ, აღდგენას რეპროდუქციული სისტემის, თუ მას დრო აქვს, ეს შეუძლია აგეთოს, მაგრამ ეს არ უნდა ხდებოდეს 10 და 15 წლის განმავლობაში. და რა თქმა უნდა, სწორად უნდა მიმართოს ექიმს. რაც შეეხება ფინანსებს, იცით, ჩვენთან მოდიან პაციენტები, რომლებიც უშვილობას მკურნალობენ სწორედ ძალიან დიდი ხნის განმავლობაში. ძალიან ხანდაზმული მკურნალობის პერიოდი აქვს გავლილი. ეს ძალიან ბევრი ახერხდება და მათ ჯამში რომ დათვალონ, რამდენი ფული აქვს დახარჯული და ისინი ხშირად თვლიან ხოლმე ამას. ნუ ეს არანაირად არ შეესაბამება იმ თანხებს, რაც ღირს in vitro განაყოფიერება. in vitro განაყოფიერების ღირებულება კლინიკაში გადასახდელი არის 2000 ლარიდან 3000 ლარამდე ჩვენ კლინიკაში. მაგრამ ამას ემატება მედიკამენტების ღირებულება და წინასწარი გამოკვლევების ღირებულება, რომელთაც პაციენტები ჩვენთან რომ მოდიან, ძირითადად ყველაფერი გაკეთებული აქვს, იმიტომ რომ მოვლილი აქვს ყველა კლინიკა, ყველა კონსულტაცია, ყველა ექიმი და ექიმბაში, სადაც კი შეიძლება მისულიყო შედარებით იაფად. ჯამში დახარჯა ბევრად უფრო მეტი. სამწუხაროდ იწურება ჩვენი დრო, მაგრამ აუცილებლად უნდა შევეხოთ ბოლოს უშუალოდ სქესის არჩევით in vitro განაყოფიერებას. რამდენად ხდება ასეთი შემთხვევები და მოგმართავენ თუ არა წყვილები მხოლოდ ამ მიზეზით, რომ მათ სურთ მაგალითად მაინც ბიჭი ან მაინც გოგო. მოგმართავენ სხვა შორის არაერთი პაციენტი ყოფილა ამის სურვილით. პირველ რიგში ჩვენ არა გვაქვს ჯერტი კანონი არ არსებობს ნამდვილად ჩვენთან ამის შესახებ რომ გააკეთო ეს манипуляция და უშუალოდ სქესის შერჩევის მიზნით, ანუ მხოლოდ და მხოლოდ იმ ახირებით რომ ყავდეთ ან უკაცრავად აი ბჭყალებში მინდა ვთქვა ეს ახირება რომ ყავდეთ ბიჭი ან გოგო, მაგრამ ამ მეთოდის აუცილებელი დანერგვა, აი რაზეც მე თავში ვილაპარაკე, ამას ქვია პრეიმპლანტაციური დიაგნოსტიკა, ანუ in vitro განაყოფიერება კეთდება ჩვეულებრივად, მივიღებთ ემბრიონებს და თუ კი წყვილს აქვს რაიმე გენეტიკური პათოლოგია და რა თქმა უნდა საშიშროება არსებობს იმით, რომ ეს გენეტიკური პათოლოგია გაეცემა შთამომავლობაში, მაშინ ემბრიონების სელექცია შერჩევა ხდება ამ ემბრიონების და მხოლოდ და მხოლოდ ის ემბრიონი აირჩევა, რომელიც არის ჯანსაღი და რომელიც არის აბსოლუტურად გენეტიკურ პათოლოგიას არ ატარებს. და ჩვენ კიდე ერთხელ ნუ ძალიან ბევრს შრომობთ, ძალიან ბევრს ვაკეთებთ იმისათვის, რომ ეს მეთოდი დაინერგოს საქართველოში, რაც აუცილებელია. დამატებით შეკითხვებზე შეგიძლიათ მიმართოთ კლინიკა in vitro-ს, რომლის მისამართიც ძალიან ბევრჯერ გამოჩნდა ჩვენთან ეკრანზე, ასევე შეგიძლიათ ესტუმროთ ვებგვერდს და დაარეკოთ რა თქმა უნდა იმ ნომერზე, რომელიც მითითებული იყო. სწორედ ამ კლინიკის დამფუძნებელი გახდნენ დღეს ჩვენი სტუმრები. ძალიან დიდი მადლობა იმისთვის, რომ მოგბრძანდით. ძალიან სასარგებლო იყო ეს ინფორმაცია, რომელიც გავიგეთ. ჩვენ კი გავალთ რეკლამაზე, სულ რამდენიმე წუთში გიბრუნდებით, მოგიყვებით ვარძიის ექსპედიციაზე.